განათლების სამინისტროში ინკლუზიური პროფესიული სწავლების პროექტი უკვე 1 წელია მიმდინარეობს. პროექტში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე 6 პროფესიული სასწავლებელია ჩართული, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთათვის ადაპტირებულ გარემოში სპეცპედაგოგების თანამშრომლობით ხდება პროფესიული სწავლება. აქ ადამიანები ვებ პროგრამისტის, ბუღალტრის, ოფისის მენეჯერის, ელექტრიკოსის, კალატოზის, მებაღის და 25-მდე სხვა პროფესიას ეუფლებიან. დიანა ჯიშიაშვილი გორიდანაა. ის ეტლით გადაადგილდება. თბილისში პროფესიული სასწავლებელი სპექტრი უნივერსალური დიზაინის გარემოს და ადაპტირებული მეთოდოლოგიით სწავლას თავაზობს. მას აქ ასევე შექმნილი აქვს საცხოვრებელი პირობები. Ქონდა სურვილი მიმეღო პროფესიული განათლება, მაგრამ არ იყო საშუალება და ფიქრიც აღარ მინდოდა და ოცნება ამაზე. ერთხელ შევედი საიტზე, კოლეჯის სპექტრის საიტზე და დავათვალიერე, კი ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა აქ რომ ესწავლა, მაგრამ გულდაწყვეტით აღარ გავაგრძელე დათვალიერება საიტის, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ვიფიქრობდი, რომ არ იქნებოდა ჩემთვის ხელმისაწვდომი გარემო. ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ იქნებოდა ჩემთვის პირობები, საცხოვრებელი ადგილი აქ, ადაპტირებული გარემო. უფრო იმედიანად შევხედე ცხოვრებას, რომ მომავალში კარგად ვიცხოვრებ და რეალიზაციას მოვახდენ საკუთარი შესაძლებლობების და აღარ დავითრგუნები. მოთხოვნა, როგორც აღმოჩნდა, არის საკმაოდ დიდი, ანუ თუ მანამდე იყო გარკვეული სტიგმა სამწუხაროდ და ეს ადამიანები რაღაც გარკვეულად იყვნენ ჩაკეტილები სახლებში, იმიტომ რომ სამწუხაროდ გარემო პირობები არ არსებობდა, არანაირი შეღავათები არსებობდა, რათა მათ ქონებოდა თავისი ნიჭის რეალიზაციის საშუალება. ამ ეტაპისთვის მინდა ვთქვა, რომ გამოხმაურება საკმაოდ დიდია და ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი განათლების მიღების. ვთვლი, რომ ყველაზე მთავარი რაც მოხდა სწავლების პერიოდში, მოხდა მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მოხდა მათი სრული ადაპტაცია, ისინი გახდნენ ძალიან სოციალურები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნანა ლებანიძის შვილს დაუნის სინდრომი აქვს. ლექსოს მზარეულის პროფესიის შესწავლა სურს, თუმცა სასკოლო ატესტატის არ ქონის გამო მისი პროფესიულ სასწავლებელში მიღების პროცესი დროში გაიწელა. ნანა ლებანიძის თქმით, 2006 წლამდე საქართველოში ინკლუზიური განათლების სწავლების მეთოდის არარსებობის გამო არც სახელმწიფო და არც კერძო სკოლებში არ იღებდნენ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, რის გამოც შვილს განათლება კერძო მასწავლებლის დახმარებით მისცა. განათლების სამინისტრომ მიგვამაგრა ვაკე საბურთალოს რესურს ცენტრს და დაგვირდნენ, რომ ლექსოსთვის, ექსტერნატისთვის პროგრამა შედგება და ექსტერნ გამოსვლებზე გავა და ჩააბარებს, ალბათ იმედია პროგრამა გააჩნია როგორი იქნება. და მისცემენ 9 კლასის ატესტატს. შემდეგ ალბათ მიგვიღებენ, რომ ეს ყველაფერი ალბათ სექტემბრისთვის არ მოესწრება გაზაფხულისთვის. ვართ მოლოდინის რეჟიმში. ამჟამად განათლების სამინისტროში მსგავსი პრობლემების გადაჭრის მიზნით პროფესიული განათლების შესახებ კანონის რევიზია მიმდინარეობს. იმისათვის, რომ პროფესიულ სასწავლებელში ადამიანმა შეძლოს განათლების მიღება, პროგრამაში სრულად ჩართვა და სრული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის მიღება, შესაბამისად აუცილებელია წინარე ცოდნას ფლობდეს. ამიტომ ერთ-ერთი ალტერნატივა, როგორც მოგახსენეთ, სწორედ ექსტერნატის წესით გამოცდის ჩაბარება და ამ 9 კლასის ატესტატის მიღება. ადამიანს, რომელსაც არ უვლია სკოლაში, მაგრამ შესაძლებელია მან თავისი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა არაფორმალური საშუალებით მიიღო ეს ცოდნა. მას ეძლევა საშუალება, რომ ეს ცოდნა გამოავლინოს და ამ ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი ატესტატი მიიღოს. პროფესიულ სასწავლებლებში საბუთების მიღების პროცესი 25 აგვისტოდან დაიწყება და 15 სექტემბრამდე გასტანს. სასწავლებლების და პროფესიების შესახებ ინფორმაციას დაინტერესებული პირები ვებგვერდზე VET-G მიიღებენ.